ისრის ამ სეზონში ერთხელ მითხრეს, რომ ადამიანს არ შეუძლია ორი სახელის ქვეშ ცხოვრება. ფიქრობდი შემეძლო ყოფილიყავი ისარი და საკუთარი თავი ერთდროულად, მაგრამ არ შემიძლია. შენს თვალებში ბრძოლას ვხედავ საკუთარ პიროვნებასთან. მე დემონის თავი ვარ და შენ ჩემი ადგილი უნდა დაიკავო. მინდა რომ შენ იყო შემდეგი რასალ გული. ოლივერ κουინი ის არია. გამოგიჭირე ნაბიჯვარო. ის არი აღარ არსებობს. რას მაინც წაიყვანა ჩვენგან. დაიკავე დემონის მემკვიდრის ადგილი და რასალ გული შეძლებს შენი დის დაბრუნებას. მთელი ეს დრო საკუთარ პიროვნებას ვებრძოდი. არ მესმოდა ვინ ვიყავი. ამას ცნობ. ბიოიარაღი ალფა და ომეგა. ის სტარლინგ სიტიში უნდა გავრცელო. ჩემი შვილი ბიოიარაღმა მოკლა, რომელსაც რასი თქვენს ქალაქში გავრცელებს. ოლივერ, შენ ნდობა გთხოვე და ჩვენც გენდეთ. ოლივერ, გეძინა. სიზმარი ვნახე. იდენ სერინი იძახდა, რომ არსებობს სამი ტიპის სიზმარი. ერთი რეალობაზეა, მეორე სურვილზე, მესამე კი ცდუნებაზე. შენ რა დაგესიზმრა? ახლიდან დაბადება, რასალ გულად გადაქცევა. იმაზე დიდი ტვირთი არ არსებობს, რომელსაც შენ აიკიდებ. შენი სახლი უნდა გაანადგურო. ეს აუცილებელია ახლიდან დასაბადებლად. და მე შენს გვერდით ვიქნები, რომ ხელი არ აგიკანკალდეს. ვაფასებ თქვენს დახმარებას. მალე ამის ტარებას დაიწყებ. პოლკებს განაგებ. მე კი რას დაგიძახებ. რაღაც ხდება. არ გეგონათ რომ წუწუნებ, მაგრამ მკვდრები არ უნდა ვიყოთ? ოლივერმა ჩვენი მოკლასადა. ოლივერმა არა, რასმა? ოლივერ კი იძულებული იყო დახმარებოდა. რადგან ოლივერის გუჯერა, შენც უნდა დაგიჯეროთ? შენ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენა გინდოდა, გარიგებით. ჩვენი გეგმა რომ შესრულდეს, რასის ოლივერისადმი ნდობა სრული უნდა იყოს. თვითმფრინავის ამბავმა ყველაფერი გააფუჭა. ოლივერს კიდევ ერთხელ უნდა დაემტკიცებინა მისთვის ერთგულება. კიდევ ერთხელ. და ისევ შეკითხვა. ცოცხლები რატომ ვართ? არა, მართლა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ოლივერი ამ ვირუსზე აცრეს 5 წლის წინ. მისმა მეგობარმა ვაქცინა მისი სისხლიდან აიღო. მისი სისხლიდან. სინთეთიკური ქსოვილი? თქვენს დაპატიმრებამდე შევძელი თითოეული თქვენგანის აცრა შეხებით. სიკვდილისგან გიხსენით. ვფიქრობ, ახლა ერთი სიტყვა უნდა მესმოდეს და ეს სიტყვა მადლობა. კარგი. დავუშვათ, რომ ეს რაღაც მზაკრული გეგმის ნაწილია. ან მზაკრული გეგმის ნაწილის კიდევ ერთი მზაკრული ჩანაფიქრი. კვლავ გაურკვეველი რჩება მისი წარმატებულობა, იმიტომ რომ აქ ვარ ჩაკეტილები ბორკილებში. მოთმინება მის სმოუკ. ჩვენ მარტო ლოდინი გვჭირდება. რას ველოდებით? ელვას. წინი არე. დროა. ესეც ასე. ვოუ, საკუთარი თერმული წყლები ჰქონიათ. უყურე შენ. გამარჯობა ხალხო. ვაუ, ნამდვილი საპყრობილეა, არა? ნამდვილი საპყრობილე. ბარი. მადლობ, ფელისიტი. ამ წამს ჩემი ვინაობა გაუმხილე სუპერ ბოროტო მოქმედს. არ გეწყინოს. შევთანხმდით. გამოგვიყვანი აქედან. კარგი? გაიწიეთ.
შესანიშნავია, რამდენი მცველია ახლა შენობაში. არც ერთი დასაძინებლად წავიდნენ. მადლობა. ორჯერ რომ არ მოუკვდა, ჩემი დახმარება გჭირდება ვირუსთან მიმართებაში. სიამოვნებით, მაგრამ ჰარისონ უელსთან ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვაგვიანებ. დარწმუნებული ვარ, ოლივერმა ყველაფერი გაითვალისწინა. მეეჭვება. ბოლო დროს ოლივერი გეგმებს არ გვანდობს. ნუ არ ვიცი, რა ცვლილებებია მის ცხოვრებაში, ახლა გარდა კოსტუმისა, მაგრამ ერთი რამ უცვლელია. მას სჭირდებით. მაშინაც კი თუ გქონია, რომ ასე არ არის. წარმატებები. ამას ვერასდროს მივეჩვევი. ახლა სახლში არავინ წაგვიყვანს, არა? ჩვენი თვითმფრინავი ისევ აქაა, დროულად უნდა მივიდეთ. წავედით. კაცო, მივდივართ, წამოდი. განდეგელი ცხოვრება ოლივერის გამო დავტოვე. დროა დაუბრუნდე. ჩემზე გადამცემებია. ჩემს ხალხს ყველაფერი ესმის. 5-მდე ვითვლი. 1 დახტება. ორი ძრავი წყობიდან გამოვიდა, დაზიანებულია. საბოტაჟია. შენ. ეს შენ გააკეთე. არ გინდა, ნის არაფერ შუაშია. შენ წინასწარმეტყველებაში იყავი. შენ ჩემი ქალიშვილი შეერთე ცოლად. შენი სახელია ალ-საჰიმი, ვარით ალ-გული. ჩემი სახელია ოლივერ ქვინი. ოლივერ ქვინი მკვდარია და მალე შენც მოკვდები. ჩემი საქმე მოგანდე. ჩემი ერთადერთი მისია. მე უკვე მაქვს მისია. ახლა თუ გადარჩები, შენი ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე მოგაკითხავ. მაგრამ მანამდე შენს ქალაქს გავანადგურებ. პასუხს ისინი აგებენ. ის არის მესამე სეზონის ფინალი სერიალს ახმოვანებს საიტი Mondo Studios-ში. ერთადერთი პარაშუტი წაიღო. ღვედი არ შეიხსნა და მომისმინე. ჰიდრავლიკა დაზიანდა. წითელი მართავი არის მანდ? ხო. კარგი, მაშინ როცა განიშნებ, შენკენ გაკაჩე და საათის ისტრის მიმართულებით დაატრიალე, შემდეგ კი უკუღმა. კარგი. 3, 2, 1, მიდი. ახლა პირიქით. ეს მტკივნეული იქნება.
ჰონგ-კონგი შემთხვევიდან 3 დღის შემდეგ. ფერფლი აქ ჩავყარე. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ღმერთებო, დაიცავით დაუცველი აკიო. გახდით მისი მშობლები. არა, ვერ შევძლებ. მას უყვარდი. მეგობარი იყავი. მაპატიეთ. ჩემი ხალხი ძებნას დამიწყებს. პოვნა კი მარტივი იქნება. მიდი. ამანდა ვოლერი გახსოვს? მის გამო მოხვდი ჰონგ-კონგში. თვლიდა რომ ნიჭიერი ვიყავი. ბევრი რამ მასწავლა. გაჩვენებ. ცოტა დრო გვაქვს. რისთვის? შენ და ოლივერს ხომ გეგმა გაქვთ? ხო, მაგრამ თუ გეგმა არ იმუშავებს, ოლივერის ბეგეგმა უნდა ავამოქმედოთ. გეგმა სადაც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას. ჯონ, არსენალი შეამოწმე. ლორელ მამაშენ შეატყობინე, პოლიციაში მობილიზება გამოაცხადონ. მისტერ პალმერ, ჰაერით ვირუსის გადაცემის ნეიტრალიზატორი შეიმუშავეთ. მის სმოუკ, გავიგოთ სად არიან ჩვენი მეგობრები ლიგიდან. მაპატიეთ, რამე გაურკვევლად ვთქვი? ჯერჯერობით გავაკეთოთ, რასაც ამბობს. მისმინეთ, გადამცემები დავაყენე, რომ შეგვატყობინან შენობაში შემოჭრის შესახებ და როგორც ჩანს ამოქმედდა. ნისა. ჯონ, ნაბიჯვარო. არა უშავს. არ გინდა. იქნებ მარტო დავტოვოთ. ნისაკმა ყოფილი ჩანს. თაფლობისთვის ამბავია? რა ხდება, ოლივერ? საუბარი დაიწყე. მალკომი გვერდით მარტო იმიტომ ყავდა, რომ ჩვენს მტერს კარგად იცნობდა. მან კარგად იცის ლიგა, რასი და იცის, რომ რასის ადგილის დაკავების შემთხვევაში სტარლინგი უნდა გამენადგურებინა. ლიგაზე გამარჯვება მხოლოდ შიგნიდან შეიძლებოდა. რას უნდა დავახლოვებოდი, რომ გამეგო როგორ აპირებდა სტარლინგის განადგურებას და შემეჩერებინა ის. მალკომ ჩვენ ორზე მეტად ენდე? ჩვენ ორზე მეტად? ნდობაში საქმე არ არის, ჯონ. თქვენ უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყავით. ვერავის უეტყოდი. რაც შეიძლებოდა ნაკლებს უნდა სცოდნოდა. როგორ აპირებდი ყველაფრის გამოსწორებას დაბრუნებისას? არ ვაპირებდი. რასთან და ლიგასთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობდი. რომლის საბოტაჟიც მოვაწყვე. გეგმა იყო, რომ რასი მომეკლა და ვირუსი გამენადგურებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. და ავიაკატასტროფის გადატანას როგორ აპირებდი? არ აპირებდი. არ ელოდი ამ საუბარს. სიკვდილი გინდოდა. ეს იყო შენი გეგმა. საკუთარი თავის გაწირვა გინდოდა რასის დასამარცხებლად. სხვა გზა არ იყო. ამჟამად რადგან გეგმა არ იმუშავა, შანსი მომეცა დაგლაპარაკებოდით და ბოდიში მომეხადა. ბოდიში არ დაგეხმარება. ამჯერად არა. მაგრამ გაბრაზებაზე და ღალატზე მეტი პრობლემა გვაქვს. ბევრად მეტი. ლორელი მამამის უნდა გაესაუბროს. რეიკი იპოვის რამე ნეიტრალიზატორს, როგორც მალკომა თქვა. ცოტა დრო გვაქვს. ოლივერ, რა ჩაიდინე? მან ამ ქალაქს უღალატა. მე კი სამართალი აღვასრულე.
ეს სამართალი არ არის. ეს არასწორია. ჯერ ცოცხალია. უბრალოდ ტკივილისგან გაითიშა. რა გარკვიათ? მამა ჩემი ლიგის არც ერთ თავშესაფარში არ არის. თუ ის აქ არის, ჯერ არ გამოუყენებია ლიგის კონტაქტები. რა გვაქვს? ჯერ არაფერი. რაც ძველმოდურია, მე კი თანამედროვე მეთოდებით ძებნა ვიცი. იქნებ სხვა გზებით ვიპოვოთ. თუ ტბაში თევზი დაიღუპა, ჯერ უნდა გავიგოთ რა შეიცვალა ტბაში. ხომ ასეა? რა მეუცნაური უნდა ვნახოთ და მივხვდეთ, სად გაუშვებს რასი ვირუსს, არა? 20 წუთი ადამსა და ონილზე შუქნიშანი არ მუშაობდა. სტარლინგის ბანკის კომპიუტერები გათიშულია. ესექსის ზედა სართული დახურულია. 52-სა და რობსონზე. მოიცა, უკან დაბრუნდი. ესექსის ზედა სართული დახურულია? მამას არ უყვარს სასტუმროები. იმეილი თუ ვიმსჯელებ, სართული მთლიანად დემიან დარკმა დაიქირავა, მაგრამ როგორც ჩანს, ყალბის სახელია. დემიან დარკი სტარლინგ სიტიშია? მამა ჩემის ნომერ პირველი მტერი. აი რატომ არ გაუშვა ვირუსი ჯერ რასმა? საქმე ჩემს თავიდან დაბადებაში არ არის. მას დემიან დარკის მოკლა უნდა. მარტო შინ არ იყავი, ვინც მალავდა მიზნებს. ეს სიტუაცია გვაწყობს. რას დემიანი უნდა? და მიიღებს მას. დემიანს ვირუსზე გავცვლით. დაუნდობელი და ცივსისხლიანი გეგმაა. მომწონს. ორი სახურავზეა. ერთი პენტჰაუსის სართულზე. ორი ლიფტი ცავს და სამი აქეთ-იქით მოძრაობს. ერთი კიბეზე იყო. ერთიც დასავლეთ დერეფანში. დარკის ხალხი არ ჩაერიოს. პოზიციები დაიკავეთ. არ გამოტოვოთ მეოთხე სეზონის პრემიერა ოქტომბერში, ისევ მუნდო სტუდიოს ჯიზე. დემიან დარკ. სასტუმრო ფანჯრის ღირებულებას მე დამაწერს. შემოbrunდი. რა თავხედობაა? რასისთვისაც კი? რასალგულს შენი მოკლა უნდა? ბიოიერაღის გამოყენებას გეგმავს. დიდი საქმის ჩატარება მოუწევს. როგორც ჩანს, რას მისტერ დარკის მოშორება უნდა. ალბათ გაოცებული ხართ. რასის გეგმების შესახებ როგორც კი შეიტყო, მისტერ დარკმა სტარლინგი დატოვა. სასაცილოა, რომ დემონის თავს გონია, შეძლებს მის გამოჭერას. ეს უბრალოდ ტელეფონია. გამარჯობა ალსაჰიმ. ჩვენი გეგმები ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა. მე შენ გიპოვი. მისტერ დარკისადმი მუქარა კარგი აზრია, მაგრამ სამწუხაროდ დაგვიანებული. შენს ქალაქში სიკვდილი 10 წუთის წინ შემოვიდა. ალფა და ომეგა 4-ნაირად იქნება გავრცელებული. 4 სასიკვდილო ინსტრუმენტით. მეეჭვება შენმა მეგობრებმა შეძლონ მისი გაუნებელყოფა ერთდროულად. შენგან განსხვავებით, ოლივერ ქვინ, მე სიტყვის კაცი ვარ და გეფიცები, რომ ნახავ როგორ დაიღუპება შენი ქალაქი. ხომ თქვი, რომ ანდრეიკოს საქმეზე დოკუმენტაცია მჭირდება და თუ არ დავბრმავდი მაგიდაზე ისევ არ მიდევს, რა ხდება? მოიცადე, ცოტა ხნით უნდა გავთიშო. ხომ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს დროს მივცემდით? ეს ვერ მოიცდით, ქალაქი საფრთხეშია. ამის დრო არ მაქვს. მოიცადე. გახსოვთ ქიმიური ნარჩენების ისტორია ჰონკონგში 5 წლის წინ. აღმოჩნდა, რომ ეს ბიოიერაღის მოხმარების ფაქტი იყო, რომელიც დამალეს. იარაღი კი? მოდი გამოვიცნობ, ეს ყველაფერი მეგობარმა ქვინმა მოგიყვა. ქალაქზე შეტევაა, ვეძახით მას. რა? შუავიჯრაში ინახავ? რას? ბოთლს. სანაცვლეოს ჩამოვალ, რომ სკოჩია. ეს ის არა, რასაც ფიქრობ. არ გინდა. სმა გინდა? დალიე.
მაგრამ თვალებში ნუ მატყუებ. არ არის კარგი შეგრძნება, არა? მტანჯველია. მიყვარ ხარ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩხუბობთ, მაინც მანდარდებ. შეგიძლია მე მლანძღო, ოლივერს დააბრალოს არა სიკვდილი, ან მე დამაბრალო. მაგრამ იმაში რომ სვამ დამნაშავე მხოლოდ შენ ხარ. სიტუაციას ვაკონტროლებ. დღეში მარტო 2 ჭიქას ვსვამ. ჩვენ ალკოჰოლიკები ვართ, მამა. რა 2 ჭიქა? ეს ყველაფერი სისულელია, არჩევანი გაქვს. შეგიძლია აგრძელოს მა. და იყო გაბრაზებული ჩემზე, ოლივერზე, ვიზეც გინდა. ან კიდევ შეგიძლია ორივე შულს შენი თამაყის საშუალება მისცე. გესმის? და გადააგდო ბოთლი. ჯონ მალკომიდან ისაბრუნდებიან. დარგზე რა ხდება? წასული იყო. ვერ ვიპოვე. ვირუსი 4 წერტილში გავრცელდება. სისტემა შევიმუშავე, რომლითაც ვირუსს გავანეიტრალებ თუ ვიშოვით. 4 დაგჭირდება. და კიდევ ანტიდოტი იმ შემთხვევისთვის თუ ვირუსი გავრცელდება. ჰონკონგზე მთელი ინფორმაცია დავუმუშავე, რაც მალკომმა მომცა. ეს ალფა ომეგა დაბალი დონის გამოსხივებას ავრცელებს რაღაც რადიაციის მსგავს. თუ სატელიტს გავტეხთ დამოძებნით, თუმცა ბოლო 5 წუთი ამას აკეთებდი არა. უნდა დავადგინოთ ვირუსის გავრცელების წერტილები და რაც შეიძლება სწრაფად. მასეო, სად მიდიხარ? არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ საკუთარი შვილის გადასარჩენად ძალა არ მეყვა. და არც იმისთვის, რომ გამეკეთებინა ის, რაც ოლივერმა გააკეთა. რაც ოლივერმა გააკეთა საშინელება. მან დაუშვა მონსტრი გამხდარიყო. ის ჩემზე დიდი მონსტრი არ არის. მე სული აღარ მაქვს დაცუ. ხოლოდ მაშინ არ გექნება თუ ცოლს დატოვებ ასეთ მძიმე მომენტში. იმდენჯერ. რამდენჯერაც ჩემს ცოლს თვალებში ვუყურებ. ჩემი ვაჟის თვალებს ვხედავ. საკუთარ მარცხს. მიყვარ ხარ. არ ვიმსახურებ ამ სიყვარულს. სად მიდის? იქ სადაც ჩვენთვის წასვლა არ შეიძლება. გეუბნებოდი რომ ყავას აღარასდროს მოგიტანდი, მაგრამ ქალაქი ბიოიარაღის საფრთხის ქვეშაა და გადავწყვიტე გამონაკლისის დამეშვა. რასზე გამარჯობა და სიკვდილი გინდოდა? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. მთაზე ბრძოლის შემდეგ ყოველღამე მესიზმრებოდა, როგორ მეხუწებოდი, რომ რასთან არ წავსულიყავი. ზოგჯერ არ მივდივარ. სიზმარი ზოგჯერ ცუდად მთავრდება. ეს ხმალი ჩემს გულში აღმოჩნდება. უფრო ხშირად კი ჩვენ გავდივართ. და უბრალოდ გზაზე მივდივართ. ეს ყველაფერი კი ისე შორს გვეჩვენება, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იქ არავინაა. შენ გქონია რომ ეს შეუძლებელია, რომ შენი და რასის სიკვდილი ერთადერთი გამოსავალია მის დასამარცხებლად. ფელისიტი, მე არ შემიძლია რასალგულის დამარცხება. ოლივერ ქვინს არ შეუძლია. არც ის არც. ორივემ სცადა და დამარცხდა. გახსოვს რა მითხარი ნანდო პარბაჩი იმ ღამეს? რომ არც ერთი ხარ და არც მეორე. შენ სხვა ვინმედ. სხვა რამედ იქეცი. სხვა რამედ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. იმიტომ რომ ყველაფერს მიუხედავად შენ დაუშვი გეგრძნო. გგონია რომ ეს სიზუსტეა, მაგრამ ცდები. სინამდვილე შეს გასაღებია. რასის წინააღმდეგ? სიკვდილისთვის კი არა. სიცოცხლისთვის იბრძოლე.
ინფორმაცია მივიღე. 4 წერტილი გვაქვს. წავიდეთ. Felicity. მადლობ. ყველაფერი ჩავიწერე. არ ვიცი, მოგვიანებით გავარკვიოთ. ყველა თანამშრომელი ქვედანაყოფი ამ წერტილებზე წადით. პოტენციური ბიოსაფრთხეა. გასაგებია? ადგილზე ვარ. მეც ადგილზე ვარ. მეც. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვეძებო. ვინმე არის ლიგის ფორმაში, კარგის ნიშანი იქნებოდა. იარაღი არ მაქვს და არც ვირუსი. რასალგული სტარლინგის კაშხალზე გელოდებათ. თქვენი ნახვა უნდა იქამდე სანამ თქვენი ქალაქი დაიღუპება. და რა იცის რომ იქ მევალ და არასაკუთარი ქალაქის გადასარჩენად. მან იცის რომ თქვენ გჯერათ თითქოს შეგიძლიათ რასზე გამარჯვება ბრძოლაში. და იცით რომ სანამ დემონის თავი ცოცხალია, ის შეძლებს თქვენს სახლს დაემუქროს. ადამიანს ხედავ кейსით მირბის. ალბათ იარაღი кейსშია. ყველა ლოკაციის კამერის ჩანაწერებს ვაგროვებ. არ გაინძრე. მაგარი ფორმაა. მადლობა. Felicity кейსი ცარიელია. სად არის ვირუსი? ის თავადაა იარაღი. რაც ის საკუთარ ხალხს იყენებს ვირუსის გასავრცელებლად და ჩვენ ვერ შეგვაჩერებთ. რას ის ნება, ჩვენი ნება. არა, არ გინდა. ვიცოდი რომ მოხვიდოდი. ის ვინც რასალგულის ხმალს გაუძლო, თავად გახდება რასალგული. იმიტომ მომიყვანე რომ მოკლა. ორივე შემთხვევაში მე გამარჯვებული ვიქნები. ან რასი გახდები როგორც მე მინდოდა, ან მოკვდები. და ბოლოს რასაც ნახავ, შენი ქალაქია აგონიასა და სიკვდილში გახვეული. გაიქეცით, უკან დაიხიეთ, წადით, მიდით. გაიქეცით. წადით, გაიქეცით, მიდით. მოშორდით აქედან, წადით. შენც უნდა წახვიდე. არა, მალკომმა ანტიდოტი გამიკეთა. სტარლინგსით ბიოიარაღმა მოიცვა. ნელსონ პლაზაში ახალი ტალღაა. საშინელებაა. ვირუსი მაშინ ვრცელდება, როდესაც ინფიცირებულ სისხლს ჰაერი ხვდება. რასის ხალხს თუ ვიპოვით, როგორ შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას. დახურულ ადგილში უნდა გადავიყვანოთ და არ მისცეთ ნება საკუთარი თავი დაიჭრან. მოიცადე. შენ არ ხარ აცრილი, ეს მამაჩემმა გააკეთა. უნდა გამოვასწორო. ის ხმალია ერთში, რომელმაც ერთხელ უკვე დაგამარცხა? რასის ერთი კაცი გამოვიყვანე წყობიდან. არ გარიცხო. ქუჩიდან გაიყვანე და ისე გააკეთო ეს ყველაფერი რომ არავინ მოკლა. ვირუსი ვრცელდება. შეძლებ ანტიდოტის შექმნას. კი, მაგრამ 5 კვარტალის რადიუსზე როგორ გავავრცელო ის? ნანორობოტები. შეუძლიათ ჰაერში გადაადგილება. სწორედ ამაზე ვმუშაობ.
რა კარგი მწვრთნელი ყოფილ ვარ. იქ უნდა წავიყვანოთ, სადაც არავის დაავადებს. რა ხდება აქ? ქალაქში კრიზისია, ამის დრო არ გვაქვს. კაშხალზე 2 ეჭვმიტანილია. არ ვიცი რატომ ჩხუბობენ ერთმანეთში, მაგრამ შეფი ამბობს, რომ რაც ხდება მათი ბრალია. მიბრძანეს მესურვება, როგორც კი შანსი მომეცემოდა. შენში რაღაც შეიცვალა ბიჭუნავ. სიცოცხლე მოგწყურდა, მაგრამ მაინც უარს ამბობ ჩემი არ შემოთავაზებულ ცხოვრებაზე. რასაც ჩემ თავაზობ, ცხოვრება არ არის. ძალაუფლების ქონას სიყვარულს ამჯობინებ? სიყვარულს? ადამიანი, რომელმაც შვილის მოკვლის ბრძანება გასცა, ამას ვერ გაიგებს. დედექტივო, კაპიტანო. პრობლემა გვაქვს. დააკონკრეტეთ მაინც, რომელზე ამბობთ. თქვენი ბიჭი კაშხალზე იმყოფება და ოფიცრები, რომლებიც მე არ მემორჩილებიან, გასროლას აპირებენ. რასაც არ უნდა ვფიქრობდე მასზე, არ მინდა ქალაქის გადარჩენის მცდელობისას მოკვდეს და თუ დროულად არ მოახდენთ სასწაულს, სწორედ ეს მოხდება, გასაგებია? მეოთხე წერტილიც გვაქვს. ჯონ, მოიცადე, უფრო დიდი პრობლემა გვაქვს. კაშხალზე უნდა წახვიდე, გაფრინდი. ჯერ კიდევ ნანორობოტებისთვის ხვმნი კოდს. თანაც ის უნდა გადავწერო. ვერ წავალ. რა ხდება? ოლივერს სახმარება სჭირდება. ფელისიტი, ნანორობოტები თუ არ ამოქმედებიან, ათასობით ადამიანი დაიღუპება. ვერ წავალ. რა? მაგრამ ოლივერი? ერთი სიცოცხლე ქალაქის წინააღმდეგ. ოლივერი რას აირჩევდა? შენგან განსხვავებით. 1000 ღირსეული ადამიანი დაიტირებს ჩემს სიკვდილს. არა. ისინი შემდეგი რასალგულის წინაშე მოიხრიან ქედს. აპატიე და დაინდე. დაიცავი სამუდამო სასჯელისა. სამუდამო განაჩენისა და სამუდამო ცეცხლში ტანჯვისგან. არ შევცდი არჩევანში. ამ კოსტუმის გახდა რომ ვიცოდე, გაკოცებდი. ბევრად მეტი მსხვერპლი იქნებოდა, რომ არა ვაქცინა, რომელიც ჭორების მიხედვით პალმერ ინდასტრიმ შეიმუშავა. შენ მამა ჩემი მოკალი. ეს უნდა გამეკეთებინა. ამის გაკეთება მე მინდოდა. გაგიმართლა რომ ცოცხალი ხარ. ყველაფერი ლიგის კოსტუმის წყალობით. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ მამაში წვლილი მეც შევიტანე. როდესაც ეს ომი დავიწყე, მინდოდა ეს ყველაფერი თქვენ არ შეგხებოდათ. ჩემი ინსტინქტი ბოროტების დამარცხება იყო. ინდივიდუალურად. მაგრამ დღეს ჩვენ ვერ მოვიგებდით მარტო რომ ყოფილიყავი. მეგონა ჩემი მისია ჩემი სიკვდილით დასრულდებოდა. მაგრამ მე რომც მომკვდარიყავი, მისია გაგრძელდებოდა. შენი და შენი წყალობით.
რა თქმა უნდა შენი წყალობითაც. მართალია. ქალაქში ბევრი ნიღაბია. გმირები. ამიტომ მე აღარ მჭირდება ის ვიყო. რას გულისხმობ? რასმა ისრის სახელი წამართვა, რომც მომინდეს მას ვერ დავიბრუნებ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ მინდა. გითხარი, რომ არ შემიძლია ის არ ვიყო. და ამავდროულად შენს გვერდით ვიყო. მე კი შენთან ყოფნა მინდა. თქვი რომ ვიღაც სხვა გავხდი. მე კი მინდა კარგად გავიცნო ეს პიროვნება. თუ ჩემთან ერთად წამოხვალ. რა სიტყვი? სად მიდიხარ? სადმე აქედან შორს. ჩემ გარეშეც არ დარჩება სტარლინგი და უცველი. მას მაინც ყავს გმირები. ჯონ, დაველაპარაკები. ვაუ, საკუთარ თავსაც გამუდმებით ამას ვუმეორებ. ესე იგი, გამოდის ახალი ვიცე-პრეზიდენტი უნდა ვიპოვო არა? როგორც ჩანს. იმედია იპოვე ადამიანს, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ეს დაიმსახურე. დაიმსახურე. სერიალს ახმოვანებს საიტი Mondo Studios-ში. ჯონ, მიხარია შენ გამოვდივარ. მიუხედავად ყველაფრისა, შენს დაიმსახურე. ბედნიერება შენს და ფელისიტიმაც. მართალი ხარ, აქაურობა კარგ ხელშია. მათ შორის შენს ხელშიც. მე არ ვარ სუპერგმირი, შენ გმირი ხარ. ეს 3 წელი შენ ფარი იყავი. ქალაქისა და ჩემის. 3 წელი ადამიანი იყავი, რომელსაც ყოველთვის ვენდობოდი. და ახლაც გენდობი. არ ვიცი შევძლებ თუ არა იმის დავიწყებას, რა ჩვენ შორის მოხდა. ამას არც გთხოვ. კარგი, დავფიქრდები. კი ბატონო. ჯონ, ამ საქმის გაგრძელებას თუ გადაწყვეტ, საკუთარი ვინაობის დამალვაზე უნდა იფიქრო ჩხუბისას. დავფიქრდები. ბედნიერებას გისურვებ, ოლივერ. შენც. სად წახვალ? კუმამოტაზე. იქ სადაც გავიზარდე. მონასტერია. აკიოსთვის მინდოდა მეჩვენებინა. იაპონიაში რომ დავბრუნდებოდით. ძალიან მწუხარ, ტაცუ. შენ სად წახვალ? სტარლინგ სიტიში? არა, საათები ვაწამებდი შრიფს. არ მინდა რომ ეს სიბნელე ჩემს დას და დედას შეეხოს. და მამა შენი? მის დანაბარებზე საუბრობდი. იმედი ჰქონდა რომ ქალაქს გადაარჩენდი. ისეთი არ ვარ, როგორიც მამა ჩემს ვეგონე. ასეც რომ იყოს, მე მარტო უნდა ვიყო. სხვანაირად არ შეიძლება. შვიდობით, ტაცუ. ზემოთა. ნივთებს ალაგებს. მეც მივდივარ სტარლინგიდან. ჩემი მწუხარების მასშტაბებს ვერც კი წარმოიდგენ. დეა, მიყვარხარ. ვიცი ამას არასდროს გაჩვენებდი, მაგრამ მამა შენი ვარ. და რაც არ უნდა დაგჭირდეს, მე ყოველთვის დაგეხმარები. მაინც და მაინც ტელეფონთან არ მელოდო. მაგრამ იცი, 1 წლის წინ მითხარი რომ დამეხმარებოდი გამხდარიყავი ძლიერი. შენ ეს პირობა შეასრულე. მართლა მზად ხარ ეს გააკეთო? უკვე 5 ჯერ მკითხე და 5-ვე ჯერ გიპასუხე რომ მზად ვარ. თავი დაიცავი, კარგი? რამდენადაც შეძლებს ამას ადამიანი ნიღბით. ისე ვიფიქრე იქნებ
წითელი ის არის დამერქმია საკუთარი თავისთვის. უკვე ყველას უთხარი რომ სპიდი დაგიძახონ. როგორ შევთანხმდით? გრძელი გზა გავიარეთ. შენში ყოველთვის ვხედავდი შვილს ოლივერ. და მიხარია რომ ერთად მუშაობა და ერთმანეთის ნდობა შეგვიძლია. არასდროს გაპატიებ იმას, რაც სარას და ჩემს დას გაუკეთე. არასდროს. ეს ნიშნავს რომ მტრები ვართ? ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეასრულებ პირობის შენს ნაწილს. ახალი ფაილი. პროექტი ატომი, ვერსია გამა. რეპროგრამირებისას ახალი რამ აღმოვაჩინე. მოდიფიკაციისას ნანოტექნოლოგიები შეგვიძლია კოსტუმის შესამცირებლად გამოვიყენოთ. დავიწყოთ შემცირების ტესტი. ნომერი პირველი. რატომ არ შეიძლება ყველაფერი პირველივე ჯერზე რომ გამოვიდეს? აღიარე მაინც რომ ეს იყო შენი მიზანი. მე უბრალოდ მამაშენის გავლენისგან გათავისუფლება მინდოდა. აღიარე რომ ეს ორივეს გამოგვივიდა. არ ვიცი შენ შემთხვევაში ეს როგორ მოხდა. როდესაც მამაშენმა დამამწყდია მაწამებდა, მაგრამ მე გადავრჩი. ო, იმიტომ რომ მამა ჩემმა გაგიშვა. საინტერესო რამაა წინასწარმეტყველება. ბედმა და მამა ჩემმა დაგინდეს. მე კი ამას არ ვიზამ. შენ მე სარა წამართვი და შორს ვიძიებ. შეგიძლია სადო. მაგრამ ამ ეტაპზე ქედი მოიხარე რასალგულის წინაშე. ჩემი სახელია ოლივერ κουინი. 5 წლიანი ჯოჯახეთის შემდეგ ჩემს ქალაქში ერთი მიზნით დავბრუნდი, რომ გადამერჩინა ის და მე შევძელი. გმირი გავხდი, რომელიც ხალხს ეხმარებოდა. ახლა კი დროა ვიღაც სხვა, რაღაც სხვა გავხდე. აბა, სად მივდივართ? იმ შტატში გთავაზობ წასვლას, სადაც ნანდო პარბაზე გაფორმებული ქორწინების გაუქმებას შევძლებთ. შეიძლება რაღაც უცნაური ვთქვა. ბედნიერი ვარ. მესამე სეზონის დასასრული გახმოვანებულია საით Mondo Studios-ის მიერ. არ გამოტოვოთ მეოთხე სეზონის პრემიერა ოქტომბერში, ისევ Mondo Studios-ზე. Greg, move your head.